რუსულ პროპაგანდის სტილში კი არა, საქმიან ჭრილში რომ განვიხილოთ, ამერიკელების ჩამოსვლა მესამედ შეიძლება ითქვას, ხომ, ანდროეული იყო, შემდგომ იყო სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, ქალბატონი, ისევ ანდროეული. და რაღაცნაირად ყველა ელის რომ მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს ამ შეხვედრაზე, დიპლომატიის ენაზე რა ქვია ამას, რა ვითარებაში ჩვენ ვიმყოფებით და რა ქვია იმას, რომ რუბიო სომხეთშია ამ დღეს და ისევე როგორც ვენსი ის არ ჩამოვა საქართველოში ისო დატოვებს სამხრეთ კავკასიას. მოგესალმებით სოფო. ხო, ძალიან სამწუხაროა და ეს, მაგრამ ეს გასაგებიც არის, რატომაც ხდება ეს თავიდან ბოლომდე და სრულად არის ქართული ოცნების პასუხისმგებლობა ის რაც ხდება და მე ვფიქრობ, რომ მათ მიზანმიმართულად და თანმიმდევრულად მიიყვანეს ქვეყანა იმ ვითარებამდე, სადაც ვართ, ხო? ის რომ რა თქმა უნდა შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია რეგიონის შეერთებული შტატები გლობალური მოთამაშეა შეერთებული შტატებისთვის მთლიანობაში როგორც ჩვენ ისე სხვა რეგიონებში ძალიან მნიშვნელოვანია ჩართულობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია რა ვიცი კომუნიკაციის არხების არსებობა ყველასთან და ეს არის და ეს ხო სამწუხაროდ საქართველოს ეროვნული ინტერესები საერთოდ განსხვავებულ თვისობრივად სხვა რამეს მოითხოვს და ეს პირველ რიგში ჩვენ ვაპარაკობთ როგორც ჩვენ ქართველები ამ ქვეყნის შვილები და ამ ქვეყნის მოქალაქეები ეს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან ჩვენ სტრატეგიული პარტნიორობა ევროპასთან არის ჩვენი სასიცოცხლო ინტერესებში და ძალიან სამწუხაროა ის რომ ამ ხელისუფლებამ თავიდან ბოლომდე ის ქმედებები ის ნაბიჯები რომელსაც ის დგამს არის ყველანაირად საწინააღმდეგო საქართველოს ეროვნული ინტერესები. მე მინდა რომ ასე ვთქვათ საერთოდ თავი ავარიდოთ იმ სრულიად თავიდან ბოლომდე პროპაგანდისტულ საუნდბაიტებს იძახია ხო გამონათქვამებს რომელსაც შინაარსთან არაფერი კავშირი არ აქვს აი მაგალითად გადატვირთვა სუფთაფურცლიდან რა უნდა დავიწყოთ არ ვარსებობდა საქართველოს ამდენი ხანი შეერთებული შტატები არ არსებობდა ამდენი ხანი რა ვიცი ომის მდგომარეობაში ვიყავით და ეხლა დავზავდით თუ რა აბსურდული გამონათქვამია, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაცა სერიოზულად შეიძლება ამაზე საუბარი. ხო, ეს დაახლოებით იმ დონეზეა, როგორც აი გლობალური ომის პარტია და ესეთი ტიპის გამონათქვამ, რომელსაც თავიდან ბოლომდე სრულიად პროპაგანდისტულია, რომ არსებობს რაღაცა მასონები, გლობალური ომის პარტია, რას სახიან კიდე ხო, deep state, რომელიც ებრძვიან საქართველოს და ასე შემდეგ. ნუ ისინი გადატვირთვას ეძახიან და სუფთაფურცელს იმას, ალბათ ბატონ დათო, თუ ივანიშვილს მოუხსნიან ამერიკულ სანქციებს. ეს მათთვის ხომ ეს არის განსხვავება საქართველოს მოქალაქის ინტერესისა და ივანიშვილის რეჟიმის ინტერესს შორის. ისინი როცა საუბრობენ სუფთაფურცელზე, ისინი საუბრობენ ივანიშვილის დალაგებაზე, პერსონალურ დალაგებაზე შეერთებულ შტატებთან. ეს არის სხვა. ხო, გადატვირთვა თავისთავად თვითონ ტერმინიც ცოტა უაზრო არა ძალიან ბრძნული ტერმინი არ არის ეს იყო ობამას ადმინისტრაციის არც თუ ისე ბრძნული სტრატეგია რომელიც კატასტროფით დასრულდა. კი ბატონო რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო და ეს გადატვირთვა თავისთავად შინაარსობრივად იმდენად ხარვეზიანი და ნაკლოვანი სტრატეგიული ხედვა იყო თავისთავად თავის დროზე ჭკვიანური არ იყო რუსეთთანაც ჭკვიანური არ იყო და კატასტროფული შედეგები დასრულდა ამიტომ მე ვფიქრობ რომ ზოგადად ტერმინიც კი უკვე შხამიანი გახდა ამასთან დაკავშირებით მეორეც შინაარსისგან დაცლილია რა საჭიროა მე ვფიქრობ აქ ძალიან მკაფიოდ აქვს შეერთებულ შტატებს მე ვფიქრობ არანაირი კითხვის ნიშანი აქ არ არსებობს ძალიან მკაფიოდ აქვს შეერთებულ შტატებს ნათქვამი რა არის რა ნაბიჯებია გადასადგმელი იმისათვის რომ რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია ის გაკეთდეს ის კურსი დაბრუნდეს ეს არის პატიმრების პოლიტიკური პატიმრების სინდისის პატიმრების განთავისუფლება ეს არის ნორმალური არჩევნების ჩატარება და ეს არის ამ პრორუსული საშინელი პროპაგანდის დასრულება რომლითაც პრაქტიკულად საქართველოს მოსახლეობის გარკვეულ მცირე დარწმუნებული ვარ ძალიან მცირე ნაწილს მაგრამ მაინც
უღვივებენ სიძულვილს როგორც საქართველოს მოსახლეობის დანარჩენი ნაწილისადმი, ასევე გარე სამყაროსადმი. საქართველოსადმი კეთილად განწყობილი სხვა სახელმწიფოებისადმი. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, აქ რაღაც მძიმე ვითარებაა, მაგრამ ეს მაინც ჩვენი ქართველების გადასაწყვეტია ის კორუფციის ის მასშტაბები, რომელიც ქვეყანაშია, ის რა ვიცი, იმ მასშტაბის სახელმწიფოებრივი სისტემების მიტაცება, რაც ქვეყანაშია და რაც სახელმწიფოსთვის ძალიან დამაზიანებელია, ხო? მაგრამ ის ნაბიჯები მე ვფიქრობ ძალიან მკაფიოდ იქნა არაერთხელ მათ შორის რუბიოს მიერ პირადად არაერთხელ იქნა ძალიან მკაფიოდ ქართული მხარესადმი რა თქვა რა არის გასაკეთებელი და მე მინდა გითხრათ რომ პირველ რიგში ის ყველა ნაბიჯი რომელიც გადასადგმელია სტრატეგიული პარტნიორობის უკან დასაბრუნებლად პირველ რიგში არის ჩვენთვის, ქართველებისთვის, ნებისმიერი საქართველოს მოქალაქესთვის, განურჩევლად მისი პოლიტიკური თუ რა ვიცი, ნებისმიერი სიმპათიებისა და ანტიპათიებისა ეს არის პირველ რიგში ჩვენთვის აუცილებელი. კი ბატონო. ანუ ის რაც ჩვენთვის ნამდვილად აუცილებელია საზოგადოებისთვის, რომ არ არსებობდეს ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები, რომ მივაღწიოთ სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და რომ ვთავთ დილით საქართველოს მოქალაქე ტელევიზორს და თუ შემთხვევით სამთავრობო არხზე ჩაერთო პირველი რაც იქიდან მოედინება, ეს არის მართლაც სიძულვილის გაღვივება დასავლური ქვეყნებისა და ევროპის მიმართ, განსაკუთრებით ივანიშვილის მოლაპარაკების განსხვავებულად მოფიქრალი ჩვენივე თანამოქალაქეებისადმი საშინელი აგრესია. რავი, რას არ ეძახიან, რავი, მოღალატე რაღაცას აგენტი და ასე შემდგომ კანონს მერე იქით იღებენ თურმე სხვა უნდა გააკონტროლოს. კი ბატონო, მაგრამ აი ეს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ალბათ ეს საკითხი ამერიკელებთან დიალოგის ასე ამ ჭრილში განიხილება, რომ ხომ არ მოახერხებს, მოდი ასე დავსვამ კითხვას, ივანიშვილი საკუთარი ინტერესის გატანას შეერთებულ შტატებთან დიალოგისას რა უნდა ხო მას არ დათმოს არაფერი და შეერთებულმა შტატებმა ტრანზაქციული პოლიტიკის ნაწილად ის მიიღოს როგორც ავტორიტარი რომელიც აქ ძალაუფლებას ფლობს და სანაცვლოდ არ მოსთხოვოს არაფერი მოკლედ აი ამ სცენარის შესაძლოა ეშინოდეს საქართველოს მოქალაქის გარკვეულ ნაწილს ან ამაში არ წმუნებს ყოველ შემთხვევაში საკუთარ მომხრეებს ივანიშვილის რეჟიმი რომ ის ამას მიაღწევს შეერთებულ შტატებთან. რამდენად მიღწევადია ივანიშვილის ეს ამოცანა? აი ეს მინდა ვეკითხო. მე არ ვფიქრობ, რომ საერთოდ რამე სტრატეგიულად ამ ხელისუფლებას სერიოზული განზრახვა აქვს საქართველოს ეროვნული ინტერესების წინ გასაწევად რაღაცა სტრატეგიული პარტნიორობების აღდგენას. რა ვიცი, მე ამას ვერ ვხედავ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ნაბიჯები ძალიან ადვილი გადასადგმელია ჩვენ ეროვნულ ინტერესებშია და ამიტომ ამის გადადგმა აქამდე დიდი პრობლემა არ იქნებოდა, ხო? მე მინდა კიდევ ერთხელ რომ ვთქვა, ეს ადამიანები ტყუილ უბრალოდ 150-ზე მეტი ადამიანის ციხეში ყოფნა. ეს საშინელი კანონმდებლობა, ეს კორუფციული გარემო, ეს ხო არ არის უბრალოდ იმ კონკრეტული იმ ადამიანის ტრაგედია, რომელიც ციხეში ზის, იმ ადამიანის პრობლემა, რომელიც ეს არის ყველა ჩვენთაგანის ამ საზოგადოების თითოეული წევრის პრობლემა. ეს ზიზღის ენა, სიძულვილი და ანტიდასავლური რუსული, აი პირდაპირ ერთ-ერთზე, ვისაც აქვს საშუალება და აქვს სურვილი და აქვს რომ შეადაროს, სურვილი და უბრალოდ ნება რომ შეადაროს, ამას დიდი რაღაცა ღრმა ინტელექტუალური არა, რუსულის და ქართულის ცოდნა ჭირდება. ამას ჭირდება ორი ენის ცოდნა და ერთი და იგივე გზავნილებია, ერთი და იგივე მე მინდა გითხრათ, ერთი და იგივე პიროვნებებიც კი არის. ხო, აი ვიღაც პოლიტიკოსებს რო ესხმიან თავს, მაგალითად, კაია კალას ყავთ ამოჩემები და ან ვიღაცა სამოჩემებს რუსული პროპაგანდა და მათ შორის მათთან ქართული ის კი არა, ხა გამახსენდა სიტყვა მუჰამედის რუსეთშიც რომ ასე დათვალეს რამდენი მუჰამედია ევროპაში ერთსულ მოსახლეს და მე ჩვენთანაც რომ ასე და აბსოლუტურად ერთი და იგივე ტექსტებია, აი აბსოლუტურად რამდენიმე საათიანი შუალედით ხშირად ამდენია ხო უმეტესად ტყუილია ან ეს ნიშნავს რომ საქართველოს ხვალ დამოუკიდებლობის დღეა ბანდათო არ აქვს სუვერენული პოლიტიკა ამ ქვეყანაში ფაქტობრივად ტანკების გარეშე რუსეთმა მიაღწია იმას რომ ამ ქვეყანას არ ყავს სუვერენული პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფალი. აი ეს როგორ იცვლება
იმ პირობებში, როცა მოქალაქეები არაპირებენ ამასთან შეგუებას, ფაქტია, ძალიან დიდი ხანია, მე დავთვალე და 555 დღეა ხვალ დამოუკიდებლობის დღეს და შესაბამისად ეს არის უწყვეტი პროტესტის ხანგრძლივობა საქართველოში. არ ვიცი, არ მეგულება რომელ ქვეყანაში ამხელა უწყვეტი პროტესტის ისტორია. ეს ნიშნავს, რომ ხან ბევრი, ხან ცოტა ქუჩაში მყოფი, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ამ საზოგადოების რჩება აზრზე, რომ ეს რეჟიმი არ წარმოადგენს მის ინტერესს, მის ისტორიული გამოცდილების, სურვილების ამსახველი გამტარებელი არ არის და უნდა ამ ხელისუფლების ცვლილება არალეგიტიმურის. როგორ უნდა მიაღწიოს ეს საზოგადოებამ იმ პირობებში, როცა მას ყავს რუსეთში გამდიდრებული ოლიგარქი სათავეში, რომელიც ყველაფერს ცდილობს მიტაცებული ინსტიტუტების პირობებში, რომ არსად არ წავიდეს. რთული და საინტერესო კითხვა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში პროტესტი და მეორე ძალიან მნიშვნელოვანია გამოიკვეთოს ალტერნატივა. ძალიან მნიშვნელოვანია, საერთოდ ესეთი ცვლილებები ხდება ხოლმე ალტერნატივის ძალიან მკაფიოდ გამოკვეთით, რაც მოხდა მაგალითად უნგრეთში და მკაფიოდ გამოკვეთა. ასეთ მექანიკური, უბრალოდ მექანიკური რაღაცა გაერთიანებები ამას მთლიანად საბოლოო გადაწყვეტამდე არ მიყავს ეს პრობლემა და მე ვფიქრობ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა, რომლებსაც სურთ ცვლილება, გამოკვეთონ ძალიან მკაფიო ალტერნატივა, იმიტომ რომ ეს ალტერნატივა მე არანაირად ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მზად არის ცვლილებისთვის, სურს ცვლილება და მზად არის, რომ ყველაფერი გააკეთოს ამ ცვლილებებს. უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძალიან მკაფიოდ გამოჩნდეს რა არის ალტერნატივა, როგორი იქნება ალტერნატივა. ეს არის გადამწყვეტი, თორე დანარჩენი არის ყველაფერი. მე ვფიქრობ, რომ აქ ყველასთვის ნათელია. არ არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა იმდენად შეზღუდული, რომ მართლა ეგონოს, რომ არიან ვიღაცა მასონები, რომლებიც ებრძვიან მანდამაინც რაღაცა საქართველოს ან არ არის და ვერ ერევიან ერთადერთ კაცს სოფლიოში ივანიშვილს. ხო, ნუ ახლა ეს ან დანიაში რომ უფრო ცუდად ცხოვრობენ ვიდრე საქართველოში და იქ თურმე ადამიანის უფლებები უფრო დაუცველია ვიდრე საქართველოში. ხო, არ ამგონია, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას აი ამ აბსურდის სჯეროდეს, ხო, ამ იმისი, რა ვქვია, თუნდაც აი ამ ასე ვთქვათ, პროპაგანდისტული კონსტრუქციების, ლინგვისტური კონსტრუქციების. ხო, ეს ლინგვისტური კონსტრუქცია ის გადატვირთვა, სუფთა ფურს რა გადატვირთვა, რა სუფთა, რატო უნდა დავიწყოთ? რა ვიცი, გუშინ დავიბადეთ, ეს ქვეყანა გუშინ დაიბადა თუ ეს ომის მერე ამბობენ ხოლმე რაღაც. კი ბატონო. რაღაც ორ ქვეყანაში. ანუ სტრატეგიულ პარტნიორთან ივანიშვილმა ფაქტობრივად ჩაგვაყენა მისი გაგებით საომარ ვითარებაში, რომელიც გადატვირთვა საჭიროებს, ხო? იცით რა, გადატვირთვაც აბსურდული, როგორც გითხარით, აღარ მინდა გავარცო ეს ტერმინი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ კითხვის ნიშანიც არ არის. არავინ არ ეწინააღმდეგება საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას. უბრალოდ ამ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას აქვს ნაბიჯები, რომელიც გადასადგმელია. მეტი სხვა აქ არაფერზე არ არის. აქ არის ძალიან მკაფიო ნაბიჯები. ეს ერთხელ კიდე მინდა გავიმეორო, ძალიან მკაფიო თვითონ რუბიომაც, სახელმწიფო დეპარტამენტმაც რამდენჯერმე თქვეს. ეს არის პატიმრების პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ნორმალური არჩევნების ჩატარება, ნორმალური გარემოს შექმნა და ამ ველური პროპაგანდის, რუსული პროპაგანდის შეწყვეტა, რომელიც უწყვეტად მოედინება, რა ვიცი, ხელისუფლებასთან დაკავშირებული წყაროებიდან, ხო, სხვადასხვა წყაროები. იმ პირობებში, თუ შევაფასებთ ჩვენ რა ხდება მსოფლიოში ავტორიტარების თავს ტრამპის ადმინისტრაციაში მოსვლის შემდგომ და თუ შევხედავთ უკრაინის ფრონტს და 9 მაისს, როცა პუტინს ნებართვა დასჭირდა ზელენსკის, რომ ჩაეტარებინა აღლუმი წითელ მოედანზე და ამისთვის ტრამპთან დარეკვა დასჭირდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მოუწევს თუ არა ივანიშვილს თქვენი აზრით ამ ნაბიჯების გადადგმა? თუ გავიხსენებთ 2012 წელს ორპარტიული განცხადებების ავტორი, ორი სენატორი, ცნობილები, რიში და შაჰინი იმყოფებოდნენ საქართველოში ამ არჩევნების შემდგომ. თუ გავიხსენებთ იმ დროის ვიდეოებს, ივანიშვილის გვერდითაც დგანან ისინი და ხელისუფლების ცვლილებას მიესალმებიან, მაგრამ როცა ივანიშვილს დაუდგა ნდობის მანდატის დაკარგვის ეპოქა და
და სახლში წასვლაზე მიუთითამა საქართველოს მოქალაქეებმა, ახლა საკუთარ ქვეშევრდომებს ამ სენატორების მისამართით აძახებინა ისეთი სიტყვები, რომლის გამეორებაც მე პირადად არ ვიკადრებ პირდაპირ ეთერში. მაგრამ ამ მოცემულობაში, როცა ის ხედავს, რომ მისი პოზიციები სუსტდება წესით, იმიტომ რომ პუტინის პოზიციებიც სუსტდება ახლა და თუ შევხედავთ მეზობელ სომხეთის პოლიტიკას, ამ ყველაფრის გათვალისწინებით აქვს ივანიშვილს ამ ყველაფრის ანალიზის უნარი და აქ ანალიზის უნარის გარდა ალბათ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი კრემლისგან მოქმედების, ალბათ ესეც საკითხავია. ორივე ერთად. ხო, ეს ალბათ ვარაუდებია და მე უბრალოდ მინდა გავანახულო ყურადღება იმაზე, რას ვკარგავთ ჩვენ. კი ბატონო. ეს ხო არ არის საუბარი იმაზე, რომ ვის რა უნდა. მე დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში საქართველოს გადადგამს იმ ნაბიჯებს, რაზეც თქვენ საუბრობდით. იმიტომ რომ ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესებში და საბოლოოდ აქეთკენ წავალთ ჩვენ. იმიტომ რომ ჩვენ სხვა სივრცე, სადაც უნდა განვვითარდეთ, არ აქვს. მაგრამ როდის მოხდება დროში რომ ეს იწელება დიდი ხნის მერე იქნება, მალე იქნება შედარებით სწრაფად თუ გვიან თუ ადრე, ამას ძალიან დიდი სასიცოცხლო დიდი მნიშვნელობა აქვს, ხო? აი, რო შეხედოთ, აი ბალტიის ესტონეთის და საქართველოს ერთსულ მოსახლეზე თლიანი შიდა პროდუქტი 1999 წელს იყო ერთი და იგივე. ცოტათი ოდნავ უსწრებდა საქართველოს. ეხლა უსწრებდი? ოდნავ ძალიან მცირედით. ხო, თითქმის ერთი იყო 99 წელს საბჭოთა კავშირის დაშლამდე ერთი ან ორი წლით ადრე, ხო? და მე ნახეთ თქვენ ესტონეთის ახლა სად არის და ჩვენ სად დავართ, ხო? ეს იყო მაშინდელი პოლიტიკური შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც გაიხსნა, რომელიც გამოიყენა ბალტიამ, ჩვენ სამოქალაქო ბალტიამ გამოიყენა, ჩვენ ვერ გამოვიყენეთ. ჩვენმა მეზობლებმა, სომხეთმა და აზერბაიჯანმაც ვერ გამოიყენეს, იმიტომ რომ მათაც ომი ჰქონდა. დღეს არის ისტორიული პერიოდი, იმიტომ რომ განსაკუთრებით სამხრეთ კავკასიაში. სამხრეთ კავკასიაში ყველაზე დიდი ცვლილება, მთლიანად სტრატეგიული გარემო ძალიან იცვლება მთელ მსოფლიოში, მაგრამ ყველაზე დიდი ცვლილება ალბათ უკანასკნელ ერთი წელიწად, ორი წლის განმავლობაში მოხდა სამხრეთ კავკასიაში. აქ დასრულდა ომი, რომელიც ბევრი ანალიტიკოსი თვლიდა, რომ ალბათ კიდევ ერთი ამდენი ხანი გაგრძელდებოდა. ეს დაახლოებით აი ნუ თლათ ასე არა, მაგრამ როგორც აი დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთის დაპირისპირებას ხანდახან ადარებდნენ და აქ უზარმაზარი შესაძლებლობების ფანჯარა გაიხსნა. მე ალბათ დარწმუნებული ვარ მიუხედავად იმისა, რასაც რუსული პროპაგანდა ხა პაშინიანზე ეძახის, პაშინიანის სახელი დიდი ასოებით ჩაიწერება სომხეთის ისტორიაში, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ეს უზარმაზარი შესაძლებლობების ფანჯარა გაუხსნა საკუთარ ქვეყანას პაშინიანმა და ეხლა მათ აქვს შესაძლებლობა რომ განვითარდეს. სხვა საქმეა როგორ გამოიყენებენ, იმიტომ რომ ჩვენს ქონია ესეთი ვითარებები, ზოგჯერ კარგად გამოიყენებიან, ზოგჯერ ნაკლებად და ასე შემდეგ. ნუ იქაც ძალიან დიდი წინააღმდეგობაშია რუსეთი, ძალიან ცდილობს ყველაფრით რომ ეს არ გამოუვიდეს პაშინიანს. ყველაფერს აკეთებს. ეხლა არჩევნები აქვს თავინიში, ნახოთ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, მაგრამ აი ამ ვითარებაში, როცა აი თქვენ რომ ელჩი იყავით შეერთებულ შტატებში, მაშინ რომ ყოფილიყო სამხრეთ კავკასიაში ასეთი შესაძლებლობა, აი ასეთი ინიციატივა, რომ ესე იგი ერთი ესე იგი შუა მავლობით შეერთებულმა შტატებმა, ანუ სანდო პარტნიორმა დაასრულა ომი, რომელიც არ სრულდებოდა არასდროს და გახსნა საოცარი შესაძლებლობები ამ მათი მოქალაქეების გამდიდრების, ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდის და უსაფრთხოების გარანტიების. იქ სადაც ასეთი ინვესტიცია ამერიკული, რუსეთი რომ ვერაფერს გაბედავს, ეს ხომ 2x2 4-ია. შესაბამისად, აი ამ ასეთი კავკასია რომ ყოფილიყო სამხრეთ კავკასია, როცა თქვენ იყავით ელჩი. მაშინ ხომ აბსოლუტურად სხვა ვითარება იყო, საქართველო იყო ფლაგმანი და სამხრეთ და სომხეთს ჰქონდა ის საგარეო პოლიტიკა, რომელიც ივანიშვილს მოსწონდა ძალიან, რუსეთზე დაქვემდებარებული ფაქტობრივად და ახლა თვითონ არის ამ როლში. არ ქონდა. ახლა ზუსტად ასე ვართ ჩვენ ივანიშვილმა, რაც მოსწონდა, ზუსტად ის გადმოიტანა აქ და შესაბამისად აი ეს რეგიონი ახლა შეერთებული შტატების ელჩი საქართველოსი შეერთებულ შტატებში რითი უნდა იყოს დაკავებული ასეთი შესაძლებლობები როცა იხსნება ამ რეგიონში საქართველოს რა სარგებლის ნახვა შეუძლია სტრატეგიული პარტნიორობა რო გქონდეს შეერთებულ შტატებთან ახლა ჩვენ და რომ ვიყოთ არამტრულ როგორშიც ჩაგვაყენა ივანიშვილის რეჟიმმა ფაქტობრივად რაღაც გადატვირთვას და სუფთა ფურცელზე რომ არ ბოდიალებდეს ბოდიში ამ სიტყვისთვის რეგიონული უსაფრთხოების თვალსაზრისით და რეგიონული თანამშრომლობის თვალსაზრისით უზარმაზარი პერსპექტივა იყო და აქ
უკვე ვისაუბრეთ ამაზე. მეორე უზარმაზარი შესაძლებლობა, რომელიც ეხლა გაიხსნა. 22 წლამდე ჩვენ თქვენ ეთერშიც მithქვამს ეს. 22 წლამდე 2022 სანამ რუსეთი შეიჭრებოდა უკრაინაში, ხო? ევროკავშირის გაფართოება იყო მხოლოდ ესე ვთქვათ დოკუმენტებში დაფიქსირებული, სრული პროცესი არ მიმდინარეობდა. ეხლა განსხვავებული ვითარება და საქართველოს რომელსაც ლიდერის როლი ჰქონდა აღმოსავლეთ პარტნიორობაშიც, რეგიონშიც, ითვლებოდა ლიდერად, ხო? ამ შემთხვევაში მისი წევრობა ალბათ იქნება უკვე იქნებოდა თვეების ამბავი. ნამდვილად. იმიტომ რომ შეხედეთ რა ვითარება მოლდოვაში. ყველა შეასწრებდა ამ მატარებელში. პირველი ის იქნება ლოკომოტივი იქნებოდა, მოდით ასე ვთქვათ, ხო? რომ არ ექნა ის ივანიშვილს რაც ქნა, ხო? ფაქტობრივად, აი საბურავში ლურსმანი ჩაურჭო ამ პროცესს პირდაპირ, რომ არა მისი მეცადინეობა, ეს ქვეყანა იყო სამეულში პირველი და ჩვენ დღეს მოლაპარაკებები გახსნილი გვექნებოდა. სტრატეგიული პარტნიორობა გვექნებოდა შეერთებულ შტატებთან. მუდმივად იყო საქართველოს არავინ არ აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ. ას ჩვენი მეზობლები. მე ხშირად მილაპარაკია საერთოდ სომხეთ ერევნელ კოლეგებთან, რომლებიც აი ელიტა საგარეო პოლიტიკის და ასე შემდეგ თვითონ შეწუხებულები იყვნენ იმ ვითარებით, რაც მაშინ სომხეთში იყო ეს ღრმა კორუფცია, ეს გაუგებარი კორუმპირებული კლანები, რომელსაც ძალაუფლება ჰქონდათ მიტაცებული და მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ხოლმე საქართველოს წარმატება. აი თქვენ როცა ახსენეთ ეს პრეზიდენტი ბუში ჩამოვიდა, მერე სახელმწიფო მდივანი პრაქტიკულად წელიწადში ორჯერ სამჯერ ჩამოდიოდა, ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდიოდა. რატომ მოხდა ეს? იმიტომ საქართველოს აღიქმებოდა როგორც ლიდერად რეგიონში. ლიდერად რითი შეიძლება საქართველოს ლიდერი იყოს? ლიდერი შეიძლება იყოს საკუთარი დემოკრატიის ხარისხით, თავისუფლების ხარისხით და შეიძლება თავისუფლების დემოკრატიის მშენებლობის პროცესი რთული და გრძელვადიანია, მაგრამ სწრაფვით თავისუფლებისკენ საით ვექტორს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თქვენ საით ისწრაფვით და შესაბამისად სხვა პოლიტიკოსებს უნდათ რომ თქვენი წარმატების თანამონაწილე იყოს და თუ თქვენ პერსპექტივა არ გაქვთ, მაშინ რა თქმა უნდა ისინი გერიდებიან და აი ფაშინიანის თანამონაწილეობა სურდა მთელ ევროპელ ლიდერებს, იმიტომ იყო ევროპის პოლიტიკის თანამეგობრობის სამიტი იქ ჩატარდა, ხომ? ეს არის გულშემატკივრობა, თანაზიარობა, მხარდაჭერა, რა თქმა უნდა. ხო და თავისუფალი სამყაროს ყველაზე ძლიერი იარაღი არის ეს სოლიდარობის გრძნობა. როდესაც ერთი ქვეყანა, ერთი ერი, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, რაღაც გაჭირვებას ნახულობს, ხიფათშია, სირთულეებს აწყდება, აი ეს სოლიდარობის შეგრძნება ყოველთვის არ ჩენდა და ყოველთვის ხარში ედგა ამ ერთს. ხო გახსოვთ, აი სტალინმა ჩაკეტა მაგალითად ბერლინი და გადაწყვიტა რომ მოექცია მაშინ ალყაში ომის შემდეგ და გაეგუდათ ეს ერთი იცით თქვენ ბერლინი ორად იყო გაყოფილი. მაშინდელი სოლიდარობა რა იყო, რომ თვითფრინავებით ამარაგებდნენ ამ ბერლინს. ნებისმიერ ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში, როცა თავისუფალი სამყარო სხვა თავისუფლებებისადმი იჩენდა სოლიდარობას, ისინი იმარჯვებდნენ და პირიქით, როდესაც ეს სოლიდარობა არ იყო, მაშინ იყო უკან დახევა თავისუფლებას. ამიტომ სწორედ ეს ძალიან კაფიო გახდა 2022-ის მერე. თქვენ ახსენეთ, აი ძალიან საინტერესო თემაა ეს და ალბათ ამას ცალკე განხილვა ჭირდება, რა ვითარებაა დღეს უკრაინასთან და ალბათ ჩემი აზრით უკრაინამ შეუძლებელი შეძლო. არავის არ სჯეროდა უკრაინელების გარდა, რომ უკრაინელები გაძლებდნენ კი არა, დაიცავდნენ საკუთარ თავისუფლებას, საკუთარ სამშობლოს და არასდროს არ დათმობდნენ არაფერს. ყველაზე მნიშვნელოვანს საკუთარ თავისუფლებას, ღირსებას და თავიანთ სამშობლოს და მე ვფიქრობ, რომ მათ მოეაღწიეს ეს. რუსეთმა კი ნამდვილად მე ვიზიარებ იმას, რომ რუსეთმა ეს ომი წააგო, როდესაც დაიწყო. აი პირველ დღეს, როცა მან ეს დაიწყო, აი მაშინ წააგო, იმიტომ წარმოუდგენელი ასეთი ერის დამარცხება და მაგრამ ხო ხედავთ, აი მაინც ამდენი ხანი ამხელა უბედურება მოიტანა, ამდენი ადამიანი დაიღუპა და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც უკრაინას უჭირავს და მე ვფიქრობ, რომ აი ეხლა როგორც არასდროს არის გამარჯვებასთან ძალიან ახლოს და მისი გამარჯვება არის ის, რომ შეინარჩუნოს საკუთარი თავისუფლება. ეს ნამდვილად მე ვფიქრობ, რომ რუსებსაც კი აღარ ეპარებათ ეჭვი, რომ უკრაინა შეინარჩუნებს
ის სისულელეები, რომელსაც ის პროპაგანდისტული სისულელეები, რომელსაც აი თავიანთ ესე ვთქვათ მოსახლეობას ცდილობდნენ ჩაეტენათ თავში, რომ აი უკრაინას დავიპყრობთ და უკრაინა გახდება რაღაცა რუსეთის სატელიტი, ეს უკვე იმ ხალხსაც კი აღარ ჯერა, რომელიც აი ამაზე აგზნებული, აი ამ რაღაცა აღარ ჯერა, იმიტომ რომ დრონები მიფრინდა მოსკოვში. შესაბამისად ეს ძალიან ხილული გახდა. და ამ ფონზე ივანიშვილის პოზიციიდან გამომდინარე დავსვიმე ეს კითხვა, მას რამდენად აქვს თავისუფლების ის ხარისხი, ახლა რომ შეცვალოს ეს პოლიტიკა, ან თავის გადასარჩენად მაინც იფიქროს, იმიტომ რომ ხო, ახლა ივანიშვილი deep state ივანიშვილს ვერ ამარცხებს, მგონი ალბათ თვითონაც ეცინება ამ ფრაზაზე და ასე ძალიან ცდილობს თვითონაც ახლა შეერთებულ შტატებთან დალაგებას და ამაში ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს ლობისტებში და ასე შემდგომ, ხომ? მაგრამ არ გამოსდის ამ დროისთვის საკუთარი პირობებით დალაგება. აი, უახლოეს მომავალში ჩვენ ნახავთ თუ არა თქვენი აზრით დათმობებს ივანიშვილის მხრიდან ამ ურთიერთობის რაღაცა ბეწვის ხიდის შესანარჩუნებლად, რომ არ მოიჭრას გზა და არ გახდეს მისთვის საშიშ პოზიციაში არ ჩარჩეს. იცით რა, მე მაინც იმ არგუმენტს უბრუნდები, რომ ცდილობს თუ არ ცდილობს. მე ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება არ ცდილობს. პერსონალურ დალაგებას არ ცდილობს. ნუ ახლა თუ მხოლოდ ფასადურ კომპონენტს გულისხმობთ, თქვენ ერთადერთი რასაც ცდილობენ, ეს არის ფასადურად, რომ რა ვიცი, რომელიღაცა ოფიციალური ოცნების ოფიციალური პირი წავიდეს სადღაც ვიზიტით და ხელი ჩამოართვას ვიღაცას. ეს არაფერს არც უმატებს საქართველოს და არც აკლებს. ეს არ არის. კარგით, მოდით სერიოზულ საკითხი ვიქნებით. ანაკლია მაგალითად. არასდროს ივანიშვილის პირობებში ანაკლია არ აშენდება, ასე გონიათ, ხო? ნამდვილად ვეთანხმები თქვენს განცხადებას თავიდან ბოლომდე. ნამდვილად ძალიან ესე ვთქვათ არ მინდა რომ შეურაცხყოფელი სიტყვა თქვა, ძალიან გულუბრყვილო უნდა იყო ადამიანი, რომ 14 წლის მერე კიდე გეგონოს, რომ ანაკლიის სპორტის მშენებლობა აი მასზე დაიწყება. ხო და ანდრეული, რომელიც იმყოფებოდა ანაკლიის სპორტში, ნახა იქ რა შეიძლება აშენდეს, რა შეიძლება არ აშენდეს, იცის ეს ყველაფერი და ჩამოვიდა კიდევ. ხო? აი მისი პოზიციიდან რომ შევხედოთ ამ საკითხს, ამერიკელების პოზიციიდან, ხო? საოკუპაციო ხაზი ნახა, რომ იყო ბატონი ანდრეული, ახლაც ის იმყოფება და იყო ანაკლიაში. ეს ორი საკითხი ძალიან მკაფიოდ ხაზგასმით მისი ვიზიტის შედეგად გამოჩნდა. გაგვაძლევს საფუძველს, რომ თქვათ, რომ ანაკლია და 14 წელიწადია. ალბათ მასაც არ აძლევს არაფერი ამის საფუძველს. მეორე, თან ანაკლია ესე ცალკე ხო არ არის, ეს კონტექსტიდან ამოგლეჯვია. ეს უნდა გავიაზროთ, როგორც სტრატეგიული დაკავშირებულობებით კონცეფციის ფარგლებში, ხო? საქართველოს მაგალითად რკინიგზა, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას, თქვენ ახლა ალბათ მატარებლით გიმგზავრიათ, ხო გინახავთ, ეს არ არის ისეთი. მაგრამ ამერიკელები ალბათ ამ ტრამპის კორიდორის ფარგლებში ამისთვის ფულს დახარჯავდნენ, ეს რომ იყოს პოლიტიკური ნება, ხო? რა თქმა უნდა. აქ საქმე ინვესტორზე არ არის. რა თქმა უნდა, პოლიტიკურ ნებაზე. აქ არის საქმე იმაზე, რომ ნამდვილად ჩვენ გსურს თუ არა სტრატეგიული დაკავშირება, რომელიც სტრატეგიული დაკავშირებადობა არის სწორედ ის კონცეფცია, რომელმაც უნდა გაამდიდროს საქართველოს. საქართველოს ვერ გაამდიდროს, რა ვიცი, კოლ-ცენტრებიო თუ რაღაცას ეძახიან, არც ვიცი რა. საქართველოს ვერა, რიგ ჩინოვნიკებს ამდიდრებს. ან ეს კორუფციული რაღაცა გარიგებები ნამდვილად ვერ ქვეყანა რომ გამდიდრდეს, ადამიანები რომ გახდნენ მდიდრები საქართველოში, აი ეს კონცეფცია არის გასავითარებელი. ამ კონცეფციის გავითარებას ანაკლიის სპორტი ერთი კომპონენტია, რკინიგზა მეორე კომპონენტია, კანონმდებლობა მესამე, თავისუფლება მეოთხე. ეს ყველაფერი ერთობლიობაში განსაზღვრავს აი ამ კონცეფციის წარმატებას.